საზიზღარი. ამას არასდროს გაპატიებ ოზან. არასდროს. ესრა. აქ მარტო რას აკეთებ? ჩინარ. არაფერს. მოვიწყინე და სუფთა ხაერზე გამოვედი. მოწყენილი ხარ? მოხდა რამე? არა, არაფერი. არა, სევდანამდვილად არ გიხდება. გაიღიმე მაინც თორემ სახე დაგეჯღანა. მადლობა. რას ამბობ? არაფერს. ჩინარ, შენი ეს თვისება ძალიან მეყვარს, იცი? ისეთი ხარ, როგორიც ხარ. გულწრფელი ხარ. არაფერს მალავ. არანაირი ინტრიგა, საიდუმლო. უბრალოდ ასეთი ხარ. Öyle birisin işte. ესრა. მე ესრა მე მინდა დაგელაპარაკო. რა მოხდა? ერთი წუთით, ჩინარ. ესრა. რა მოხდა, რამე პრობლემაა? მომეჩვენა, რომ ვიღაც დავინახე. ჩინარ, ავიცი რომ რაღაცას მეუბნებოდი, მაგრამ შეიძლება ხვალ ვილაპარაკოთ. თავს ცუდად უგრძნობ. კარგი, როგორც გინდა. კარგი. ძილინებისა. ძილინებისა. ნამდვილად დაგვინახა. დარწმუნებული ვარ, დაგვინახა. არასწორად გაიგო. მაგრამ საქმე ახლა უფრო რთულადაა. მეგონა მართალი ვიყავი და თურმე არა. ახლა ხელში კოზირი აქვს და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს. სულ სახეში მირტყამს. არა, ამას არ დაუშვებ. ისევ იგივეს გადატანას არ ვაპირებ. ოზან, კარი გამიღე. შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ მაინც მოვედი სალაპარაკოთ. ოზან, კარი გააღე. ყველაფერი არასწორად გაიგე, გააღე, ვილაპარაკოთ. საზიზღარი. ოზან. მუსა. უპროსო. შენი მანქანის გასაღები მომეცი. ახლა ვეძმავა, მოხდა რამე, სადმე დიხარ? არა, არაფერი, მე ვილაპარაკოთ. ჩემს მანქანას არ მოიყვანენ, ვერ დაველოდები. კარგი, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი რიგზეა, სადმე დიხარ? არაფერი, მე ვილაპარაკოთ. ტელეფონი გამორთო. უკაცრავად, ბატონი ოზანი ხომ არ გინახავთ?
არა, არ გვინახავს. რა ხდება? ბატონი ოზანი ამ დროს რა შეგჭირდება? რაღაც მინდა ვკითხო. არ იცით სად არის? არა, ეს რა არ დაგვინახავს, გავაგრძელოთ. არსად არ არის, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. სად უნდა იყოს? ღმერთო ჩემო, არ დაურეკავს, არ მოუწერია. კართან არ დამხვედრია და არ გავულანძღივარ. ეს სიმშვიდე არ მომწონს. ალბათ საუზმისთვის ინახავს. საუზმეზე აპირებს ჩემს განადგურებას, რა თქმა უნდა. ადემ რას აკეთებ? გაუშვი სხვებსაც შეათხელი გაუშვი. თუ ასე გავაგრძელებთ, 10 კილოგრამით მეტი ჩავალ და დიეტას დავამშვიდობები. მეგობარო, გემრიელი საჭმელი აბედნიერებს, შენც იგივეს გირჩევ. კალორიები დაიკიდე. დილამშვიდობისა ვისაძებ? დილამშვიდობისა. მე? არავის, უბრალოდ ადგილს ვეძებდი. გუშინ რაღაცის თქმას აპირებდი, არა? მაპატიე, მოულოდნელად წავედი. რა ხდება? რა უნდა გეთქვა? მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარ ხარ. კლოუნო, 2 წუთი არ შეგიძლია დასვენება, არა? სულ ხუმრობ. მართლა მაინტერესებს, რისი თქმა გინდოდა? ხუმრობ, სწორად მიხვდი. გუშინ მოწყენილი რომ იყავი, მინდოდა გამემხიარულებინე. მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან გამემართლა, რომ შენ შეგხვდი და ერთად მუშაობთ. შენ რომ არა დიდი ხნის წინ წავიდოდი აქედან. მეც იგივეს ვფიქრობ შენზე, მაგრამ არ უარყოფ, კარგი მეგობარი ვარ. თუ გინდა ზეინას კითხე. ზეინო ვინ არის? ჩემი მეგობარია რაიონიდან. გაგაცნობ, უსაყვარლესი გოგოა, ძალიან მოგეწონება. კარგი? ჩინარ, ზეთის ხილი ამომიღე და რამე კიდევ. მუსა, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. ოზანი სად არის? ბატონი ოზანი მინდოდა მეთქვა, რაღაც უნდა ვკითხო. უფროსი გუშინ წავიდა. წავიდა? საათ? არ ვიცი რად გადაწავიდა. ჩემთვისაც არაფერი უთქვამს. დაომენექშე, შეკვეთა მოვიტანე. მადლობა შვილო. იოლი სამუშაო. მადლობა შენც. იალჩინ. იალჩინ. ჩემო სიყვარულო. ქმარუკა, მიდი რამე მითხარი, დამიძახე. ჩემო მენექშე, ჩემო მაგნოლია, გთხოვ რამე მითხარი. საათი სად არის იალჩინ? საათი მაჩვენე. რა ლამაზია რა? დედა, რა დრო საათია? მამა. მამიკო, სათვალეები შევაკეთე. უკეთესია, ვიდრე ადრე იყო, აინახე. ოჩახეკო. გამომივიდა რა მამა. იალჩინ, აინშტაინზე იფიქრე. გაიხსენე რამდენი იბრძოლა. კი არ დანებებულა. იმუშავა და ის ატომი მაინც გახლიჩა. გაანადგურა. დედა, ძალიან გთხოვს, სისულელეებს ამბობ უკვე. კარგი ხო? დაფიქრდი რა მოხდებოდა იმ კაცს ვაშლი რომ არ დასცემოდა თავში. არ შევევლედით. მენექშე, რა შვები? შეკარი დამივარდა, რამე მაჭამე. სალონს მერე გავხსნი. შემოდი ნერიმა, შემოდი. შულო და ნერიმას რამე მოუტანე. როგორ ხარ ძმაო იალჩინ? ძმაო იალჩინ. კიდევ გათიშულია? ღმერთო, წარსულს შაბარდეს. ნახე როგორი გაყინულია ღმერთმა იცის გონს როდის მოვა. ნერიმან რას ამბობ? დროებით გავიდა, მაგრამ დაბრუნდება. ღილა კი არ აქვს. ადამიანია და ემოციები აქვს. თანაც მართალია კაცი პირველად არის მართალი. ვერ დავაფასეთ, დავცინოდით. ჩემი ძვირფასი მამიკო, ჩემი ჭკვიანი მამიკო. ნამდვილი გენიოსი ყოლია, ცვირწინ და ამას ვერ ვამჩნევდით. ვერ ვამჩნევდით, გეფიცებით ვერ ვამჩნევდით ჩემს გენიოს ქმარს. ზუმრუტის ბრალია, იმ გველმა გატეხა სათვალე. გადაუარა და გადმოუარა. დედა, რა დედა? ასე ნუ აზვიადებ. ყველამ ყველაფერი დაინახა. რაღაც იმეორებ.
კაცი ავად არის. გაანადგურა, ყველაფერი გაანადგურა, შეხედე სათვალეს, რას გავს. კარგი, ცუდად ხდება. ხო მართლა სად არის ზუმრუდი? ჩემო პატარებო, ჩემო სიცოცხლებო, ძალიან მომენატრეთ. თქვენც მოგენატრეთ არა? განსაკუთრებით შენ მომენატრე, მაგრამ ჩუმად. თავიდან გადაგთვლი. ყველა ადგილზეა. ესეც ასე, მორჩა, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მინდოდა. რა? ეს რას ნიშნავს? ცოტა ტვინი ამუშავე, რას უნდა ნიშნავდეს? კაფედან გამომაგდეს და გამდიდრებაში ხელი შეუშალე. მეტი რა უნდა მინდოდეს? როგორც ამბობენ ერთი გასროლით, ორი კურდღელი მოვკალი. ასეც უნდა ყოფილიყო შულო. ამ რაიონში მდიდრები მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მე ვარ დედოფალი აქ. დედა, მაცივარიც არიელია. ეს ბოლო ჭიქაყავაა, ვერაფერს ყიდულობთ, რომელ სიმდიდრეზე ლაპარაკობ. ეგ მარტივია, ერთი კლიკით მოაგვარებ. მომეცი ტელეფონი, მენექშემ გამომაგდო, ჩემი შვილი ბარათებს მომცემს და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებით. ჩემს დირექტორს ვერ ვუკავშირდები. ტელეფონი გამართული აქვს. ალბათ შეხვედრაზეა. მოიცადე მე დაურეკავ. იქნებ შენი ნომერი დაბლოკა. მიდი დაურეკე. გამართული აქვს. არა უშავს, გადმორეკავს. აბა რა სიზამს. ყავა მომაწოდე. ჩემო ძვირფასო სასტუმრო, მომავალ შეხვედრამდე მომენატრები. სტამბოლში დაბრუნება არ მინდა. სწრაფად გვაგვიანდება და უჩქარეთ. მე წამოვიღებ არ შევხვდეთ. კარგი იყო, არაჩვეულებრივად გავერთეთ. მე ასე ვერ ვიტყოდი. ო მართლა, უშინ ცუდ ხასიათზე რატომ იყავი? ძველი თემაა, დაივიწყე. კარგი, თუ ლაპარაკი მოგინდება, მე მოგისმენ. კარგი, ავტობუსში ავალ, კარგი? კარგი, ადგილი შემინახე, წყალს მოვიდან. ჩინარ, წარმოგიდგენია, ოზანი გუშინ ხამე წავიდა სასტუმროდან ისე რომ არაფერი უთქვამს. ტელეფონი გამართული აქვს, ვერ ვუკავშირდები. რატომ არ მეგრს? კლასიკური ოზანია. კარგი, მაგრამ ეს მისთვისაც მეტის მეტია. ეთქვა მაინც, როგორც წესი საქმის კურსში გვაყენებს. რატომ გაიქცა, ვერ გავიგე? მოსულელო ბრა, რატომ უნდა გაქცეულიყო? ვინმე მისდევს? ჩაღლა ძალიან გთხოვ რა, ანუ ჩაიციკლები. ოზანის ჩვეულებრივი ქცევა. მე არ გამკვირვებია. ასე ფიქრობ? ო, მალე ჩართავს ტელეფონს და დაელაპარაკები, ასე რომ გაიღიმე. კარგია რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მეც იღიმის. შენ და ეს რა დაგინახეთ, ძალიან დაახლოვდით. სულ ერთად ხართ, იცინით. ო, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერი რიგზეა. დღეს გრძნობებში გამოვუტყდი. რა? ო, ეგონა რომ ხოვრობდი, გაიცინა და მორჩა. ფიქრობს რომ უბრალოდ მეგობრები ვართ. რა? არასწორად გაიგო შენი სიტყვები. მე ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ როგორღაც მივხედავ ამ საქმეს და ფრენდ ზონიდან გამოვალ. ფრთხილად ტყუპიცალო, საშიში ზონაა, ხანდახან მგონია რომ გამოსვლა შეუძლებელია. გავფრთხილებ ყურადღებით. ჩაღლა შენ ამაზე არ იდარდო და ნებებას არ ვაპირებ. ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს რას თავი შევაყარო. თავს არ დავზოგავ, მის გულს მაინც მოვინადირებ. რამდენი ხანია ასეა? იმ წუთიდან როცა სათვალე გატყდა. მამა. მამიკო. იალჩინ. მამიკო. მამა აქ ხარ? დედა. მგონი მამა გათიშულია. სამწუხაროდ ღილა კი არ აქვს რომ ჩავრთო. რა ხდება? რა უნდა გავაკეთოთ გონს რომ მოვიდეს? მამა ჩვენი გესმის? ნუ გვაშინებ, ხმა გაგვეცი. აქ ვართ. რატომ გადახედი სათვალე? ერთის მხრიდან შენ, მეორე მხრიდან გეიდა ზუმრუდი. მე მამა სათვალების მჯეროდა, რატომ დალეწეთ? ამ გენიოს კაცს არასდროს აფასებდით. ვერ ვიჯერებ რა. მართლა არ მჯერა. ასე როგორ შეიძლება? მამა დამშვიდდი? მამას იდეის არასდროს გჯეროდათ და ხომ ხედავთ ახლა რა დღეში ჩავარდა კაცი. ძმაო, გეყოფა სპექტაკლი. მამასი არასდროს გჯეროდა, ხარს არასდროს უჭერდი. მე? ხო, შენ. მე კიდევ პირიქით, ყოველთვის ვამხნევებდი. აი ხედავ? ასე იყო.
თქვენ რანაირი შვილები ხართ? ასე ურცხვად როგორ იტყუებით? არავის გჯეროდა იელჩინის იდეის. ნუ ატყუებთ. როგორ არ გწვენიათ? დედა როგორ ლაპარაკობ, მამა კი არ მომკვდარა. კიდევ ბევრ ამას შექმნეს. ხელი რატომ ჩაიქნიეთ? მამიკო მე შენი მჯერა. ენა ჩაიგდე. ვინ ჩაიქნია ხელი? ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია. ერთხელ ჩაფლავდა და ნახე როგორ გაშეშდა. ვერ ვიჯერებ. სულ ცოტაღა გვაკლდა გამდიდრებამდე და ისევ ყველაფერი დავკარგეთ. დედა, რა გავაკეთოთ მამა რომ გონს მოვიდეს? მე რა ვიცი ეს რა. რაღაც როეული ჰქონდა და ყველაფერს იგი წერდა. მეგონა უბრალოდ დღაბნიდა რაღაცებს. სერიოზულად არც მიმიღია. ო, მეც მახსოვს. რვეული. მამა, რვეული, ჩემი რვეული. ფორმულებს იქ ვწერდი. რვეული მინდა ჩქარა. რვეული. სად არის? რვეული სად არის? ძმაო. ეს რა? სად არის როული, სად? აქიდო აქ დავდე. რვეული იპოვეთ. აბა, სად არის? არ იქნება. არ არის. სად არის? ყველა ჩანაწერი, ყველა იდეა აქ არის. ჩემს ხალში. სიმდიდრეზე ოცნებასაც კი წაგართმევთ. ვინ ხარ რომ ჩემზე მდიდარი გახდე? ამდენ ფულს მაინც ვერ გაუძლებთ. არ გჭირდებათ. დედა, რა საკეთებ? არაფერ შვილო, შენ რა საკეთებ? რა შეინახე? არაფერი. წიგს ვეძებდი. ხომ იცი კითხვა როგორ მიყვარს? კარგი, დაივიწყე. შენი ძმა სად არის? არ დაურეკავს? ვერ ვუკავშირდები. ღმერთო ჩემო, სად არის ეს ბიჭი? ასე არასდროს იქცევა ხოლმე. უკვე ნერვიულობას ვიწყებ. დედა, ძმას არ იცნობ? ხანდახან რამდენიმე დღე იკარგება და ახალი იდეებით ბრუნდება ხოლმე. ვიცი, გასაგებია რომ მუშაობს. მაგრამ დედას არ უნდა დაურეკოს. იქნებ ყვდები. ანჯერ ჩემთვის ეკითხა რჩება. უჩემოდ რა უნდა მოიფიქროს. დილომშვიდობისა, ბავშვებო. დილომშვიდობის. ჩინარი სად არის? წავიდა ქალბატონმა ფერაიამ რაღაც დავალება მისცა. ეგ როგორ? ვერ გავიგე, ინტერნეტს აქვს პრობლემა თუ ჩემს ტელეფონს. აპლიკაცია ვერადა ვერ გავხსენი. რა? აპლიკაციას ვერ ხსენი. ვერც მე. ხო, ვერც მე. მივწეროთ და ვიკითხოთ. რა ხდება? ვერც მე ვხსნი, რა ხდება? ისევ არ იხსნება. გადატვირთეთ? Bende de bir şeyler olmuyor. Evet, Koray ne oluyor? Halledebiliyor musun? ქორაი, რა ხდება? ქალბატონო ჩაღლა სისტემა მაურია, პროგრამისტებიც ცდილობენ, მაგრამ ქორაი, რა მაგრამ? კარგი იქნებოდა უზანი აკოფელიყო გაგვიელდებოდა. ადრეც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა და ბატონმა უზანმა მოაგვარა. მუსა, ოზანი სად არის? ნეტა ვიცოდი. სახლში არ დახვდა. გუშინ ჩემი მანქანა წაიყვანა, მაგრამ სადგომზე დატოვა და თავისი მანქანა წავიდა. წარმოდგენა არ მაქვს სად არის. თუ ოზანს არ დავუკავშირდებით, დავიღუპებით მუსა, გესმის? ალბათ კონკურენტ კომპანიები უკვე ზეიმობენ. არ მპასუხობს. რა ვქნა, ოზანის დაკარგვაზე ვინერვიულო თუ დაკარგულ კლიენტებზე? ყველგან ვნახე. ანუ ყველგან არ გინახავს მუსა. წადი და ოზანი იპოვე. ბატონო მუსა, აპლიკაცია არ მუშაობს. მეგობრებო, დამშვიდეთ. ყველაფერს მოვაგვარებთ, მაგრამ ჯერ ბატონ ოზანს უნდა დაუკავშირდეთ. ყველამ თქვენთან საქმეს მიხედეთ. მიდით. ეს რა შეიძლება ერთი წუთით? ოზანზე არაფერი გაგიგიათ? არა, ვიფიქრე სახლში ხომ არ არის მეთქი. არა მგონია სახლში არ წავიდოდა. თან მისი მანქანა რაიონში არ დამინახავს. ნომერი თუ გაქვთ იქნებ გადაურეკოთ. არ წავიდოდა, დარწმუნებული ვარ. მაგრამ მაინც დავრეკავ Yine de bir arayayım. და გაგაგებინებ. მადლობა. ყველაფერი კარგი, გასაგებია. მაგრამ სუფრაზე გაზეთს რა უნდა? რა ხდება ჩვენს სიღარიბეს უსვამხას? ახალგაზრდულ იუმორს საერთოდ ვერ ხვდები. მაპატიე, მოაშორე ეს გაზეთი და ჩაი მომიტანე. ამას შეხედეთ. არა ვიღებ. მინდა დაინახო რა მდგომარეობაში ვართ შენს გამო.
თანაც თუ გადასაფარებელს დავსვრით, ვერ გავრეცხავთ. სარეცხის მქონელი გაგვითავდა. ტონს ნუუწევ. იცოდე ვის ელაპარაკები. რეიხან. კარგი დრო ნახე იზმირში წასასვლელად. მაინც და მაინც მაშინ გაქ რა მე რომ მჭირდება. დედიკო, მის მარძალმა იმშობი არა. ყველა შენნაირი არ არის. ზოგ დედამთილს თავისი რძალი უყვარს. ღმერთო ჩემო. ამ გოგოების ვერ გავიგე. სულ მშობიარობენ თითქოს პრინცებს და პრინცესებს აჩენდნენ. დედა, გთხოვ ერთი სამაჯური გავყიდოთ, მშივრები დავრჩებით. რატომ დავრჩებით მშივრები? მადლობა ღმერთს ყველი, ზეთისხილი, ჩანგალი და დანა გვაქვს. ყველაფერი გვაქვს, რატომ დავიყოთ მშივრები? ზეთისხილი? ხო? ეს ბოლოა. ბოლო? შვილო, ცოტა იფიქრე. ეს ყველაფერი ჩემი გეგმის ნაწილია. ეკონომიას ვაკეთებთ. ცოტას ვჭამთ. რომ ტანწერწეტები ვიყოთ. ცოტა გავხდებით და სპორტ დარბაზის ფულსაც დავზოგავთ. მე კიდევ გახდო მამი და ცოტა არ გაწყენდა. დედა გთხოვ, შენი შვილი გთხოვს. შია, გთხოვ ერთი სამაჯური გავყიდოთ, ძალიან გთხოვ. არ გავყიდი, ჩემს პატარებს არავის მივცემ. გაიხსენი ადრე როგორ სუფრებს გიშლიდი. გთხოვდი კარგად ჭამე მეთქი, მაშინ გეჭამა და გასუქებულიყავი. ახლა წონაც გექნებოდა დასაკლები. ამ სიტუაციას კარგი მხრიდან შეხედე. კარგი ხო? ალბათ ჩემი ბიჭი რეკავს. ეს გოგო რატომ მირეკავს? ეს რა? კომპანიის დირექტორის დედა ზუმრუდ კორფალი გისმენთ. რა გინდა? გამარჯობა დედა ზუმრუდ, მადლობა, მეც კარგად ვარ. ოზანი სახლშია? არა. არ იცით სად არის? არ ვიცი. ტელეფონი გამორთული აქვს და არ ვიცი რა ხდება. რატომ მკითხულობ? ჩემ შვილს რა დაუშავე? პოლიციაში დავრეკავ და გიჩივლებ, გესმის? გიჩივლებ. ჩემ შვილს თავი დაანებე. ქალბატონო ზუმრუდ, კომპანიაში ეძებენ. აპლიკაცია გაითიშა, აღარ მუშაობს და ოზანია საჭირო რომ მოვიდეს და ყველაფერი მოაგვაროს. თუ შეგიძლიათ გადაეცით და მირეკოს, ან კომპანიაში მოვიდეს. აპლიკაცია არ მუშაობს? კრიზისია? მაშინ ვერ რატომ არ მითხარი? კარგი, წავედი, მაცდე. პრობლემა უნდა მოაგვარო. თქვენც მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ამბავი გაავრცელე ელიფ. ყველაფერი თავზე გვენგრება. შენი ძმა დაიკარგა. ოზანი უნდა ვიპოვოთ. აპლიკაცია აღარ მუშაობს. ახლავე წადი და დაურეკე. ყველას ვისაც იცნობ და არ იცნობ. შენი ძმა უნდა ვიპოვოთ. სად არის ჩემი შვილი? სად ხარ ჩემო დირექტორო? არ ვიცი, ჩინარ ვერ პოულობთ. დაიკარგა. ძალიან ნერვიულობ. რამე გააკეთე, გთხოვ. მის მეგობრებს დაურეკე, გაარკვიე სად შეიძლება იყოს. რამე მოიფიქრე და დამირეკე. არა, ასე ვერ შეხვალ. IP მესამართი შეცვალე. კარგი. ბატონო მუსა, ერთი წუთით შეიძლება? დედამის დაურეკე და არაფერი იცის. ასე არასდროს არ მოხსეულა. ნეტო რამე ხომ არ დაემართა. უკვე ყველგან მოუძებნე. ოზანს რომ არ ვიცნობდი, ვიფიქრებდი რომ სხვა ცხოვრება აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცი სად შეიძლება იყოს. ამას შეხედეთ, საკუთარი კომპანია აქვს და ზარის ღილა კი არ მუშაობს. ოზან. აქ რას აკეთებ? ყველა შენ გეძებს. მე ეს ადგილი გამახსენდა და ვიფიქრე აქ იქნებოდი. კომპანიაში გეძებენ. რატომ? აპლიკაცია არ მუშაობს. ვერ შევდივართ. წამოდი ოზან, ადექი სწრაფად. არ წამოვალ.
არ წამოხვალ? ეს რას ნიშნავს? კომპანიაში კრიზისია. კომპანიაში, რომელიც შენთვის ყველაფერია, დატოვე ყველაფერი და წამოდი. უამრავი ადამიანი მუშაობს, უჩემოდ უნდა ისწავლონ პრობლემების მოგვარება. ვერ ვიჯერებ. მე აქ მოვედი, ჩემს სიამაყეს გადავაბიჯე, რადგან კომპანია რთულ მდგომარეობაშია და შენ როგორ იქცევი? ანუ აქ კომპანიის გამო მოხვედი? აბა რისთვის უნდა მოვსულიყავი? როგორც ჩანს დაგავიწყდა რა მითხარი. არ დამვიწყებია. ბოდიშის მოხდა მინდოდა, მაგრამ კარგია რომ ეს არ გავაკეთე. რა? ბოდიშის მოხდა გინდოდა? ო, მინდოდა. პატიება უნდა გეთხოვა? ო, ვაპირებდი, რადგან ვიფიქრე რომ რაღაც არასწორი გითხარი და შენთან წამოვედი, მაგრამ მე უკვე ყველაფერი დავინახე. ოზან, ყველაფერი არასწორად გაიგე. შემიძლია აგიხსნა, ეს არ იყო, რაც გეგონა. არ მინდა რა, არ მოგისმენეს რა. შენი მოსმენით უკვე დავიღალე, თავი დამანებე. მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, სიმშვიდე დავკარგე. კარგი ამ საკითხს მოვაგვარებ. ოღონდ შენ ახლა კომპანიაში დაბრუნდი. კარგი? და მე მარტო დამტოვე. ბოდიშის მოხდას აპირებდი. კორაი, სისტემაში შედი. მოგწერ რა უნდა გააკეთო, კარგი? რას აკეთებ? ველოდები როდის მოვაგვარებ პრობლემას და მე ერთად წავიდეთ. შენ რა დამსენე? არ მინდა შენთან ერთად ყოფნა. რთულია ამის გაგება. არ არის რთული, მაგრამ კარგად გიცნობ. ყველაფერი არასწორად გაიგე და ამის გამო აქ გამოიკეტები. ხალხს არ დაეკონტაქტები. ამის უფლებას არ მოგცემ. არცად წავალ, აქ ვიქნები, მანამ სანამ ყველაფერს არ გეტყვი და მერე წავალ. არ მინდა შენი მოსმენა. აქ მინდა ჯდომა, არცად წამოსვლას არ ვაპირებ. მეც აქ ვიჯდები, არსად არ წავალ. მე ერთად ჩემო, კარგი? იჯექი. მალე მაინც მოგწენდება და წახვალ. არ მოვიწყენ. აი ვნახავთ. ვნახავთ. ოზან, რამ ხალასაკლია? ალბათ მთელი დღე სჭირდება დალაგებას. როგორ ალაგებ? რას ეკეთებ? კარგი, რადგან დარჩი, მაშინ ხმა აღარა მოიღო. კარგი, არაფერს ვიტყვი. რას აკეთებ? ფრთხილად? ფრთხილად ეს რა? რა, ჩამოვიტან. მან დგებია ფრთხილად. რას აკეთებ? აი ამას. მარტო რატომ დავიჯდე იქით? მოვიწყენ. კარგი, რაც გენდა ის გააკეთე, ოღონდ გაჩვენდი, ჩუმად იყარე. კარგი, ხმას არ ამოვიღებ. ეს რანაირი სახლია? კონდიციონერი არ გაქვს ცხელა? ჩუმად. კარგი, გავჩუმდი, დამშვიდდი. აი ასე. ღმერთო. ოზან, რა. ძალიან არაკომფორტული საბრძელია. ხისაა, მაგარი და თან ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს გადავარდები. ნახე. ესეც არ გამოგდის არა? სად მიდიხარ? ისეთი რა ვთქვი? არ ჩუმდები ეს რა? ოზან. პრობლემა ჩემი ოცნებაა. ამის თქმა მინდოდა. ჩემი ოცნებები არ ახდა. მაგრამ აუზი და ბაღი მომწონს. კარგია. ზუსტად ისეთი სახლია, როგორც მინდოდა. მაგრამ სავარძელი არ მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ხისაა. ზურგით მიყוდება მტკივნეულია. არ ვარგა. თუმცა რა ჩემი საქმეა. ალბათ ეს ყველაფერი ჩემთვის არ გაგიკეთები არა. სხვისთვის გააკეთე. მე უბრალოდ ვნახე. ოზან. ურსასმენი გიკეთია? გეთქვა, გავჩუმდებოდი. რა ვქნა, ვის ველაპარაკო? ასე მოვიწყენ. ოზან, ჩემი არ გესმის არა?
ოზან მაღიზიანებ, მინდა გაგგლიჯო. მე მეძახი ჯიუტს და შენ ნამდვილი ვირი ხარ. იმისთვის გაჩდი რომ ჯიუტი იყო. არა, იმიტომ რომ ჩემთან იყო ჯიუტი. კარგია რომ გაგარტყი. ნეტავ კიდევ გამერტყა. ხო და კიდევ. სპეციალურად ჩავიცვი ის წითელი კაბა და ძალიან კარგად მოვიქეცი. ძალიან ლამაზი ვიყავი. ო, ასეა. რა ხო? არაფერი მithქვამს. ო, ქორაი. ბატონ ოზან, მგონი პრობლემის მოგვარება შეიძლება. კარგი, აქედან მიხედავ ქორაი, დანარჩენი თქვენ იცით. რას ნიშნავს დანარჩენი თქვენ იცით? ოზან, ხომ მოგვარე პრობლემა, ადექი წავიდეთ. მოვაგვარე, მაგრამ ჯერ კიდევ არის სამუშაო, ჯერ ერთი ნაწილი მოგვარდა. კარგი, არა უშავს ადექი და დანარჩენი ოფისიდან მოაგვარე. მომეცი აქ იყოფა. თუ ვერ შეამჩნია, გეტყვი რომ მუშაობ, გესმის? რა გინდა ეს რა? რა? შია. და რა ვქნა მე რა გავაკეთო? არიცი რა უნდა გააკეთო. მომეცი რა საშინელ ხასიათზება, როცა მშია ადექი რამე მაჭამე. სამზარეულო იქით არის, მაგრამ ხანძარი არ გააჩინო, ხომ გესმის? კარგი, არ მჭირდება, მე თვითონ მივხედავ თავს. მიდი იქით არის. ოღონდ ხანძარი არ გააჩინო თქვა. არი ნერვიულო, სახს არ დაგიწვალ. წლებია საჭმელებს ვაკეთებ. ხანძარი რატომ და გავაჩინო? ფრთხილად იყავი, გესმის? წადი და რამე მოამზადე. ღმერთო ჩემო, მაფრთხილებს ხანძარი არ გააჩინო. თითქოს სამზარეულოში პირველად შევდივარ. აი გაზი, ღუმელი. ახლავე მოამზადებ რამეს. აქ არაფერია. მხოლოდ სასმელი. კარგი, არა უშავს ეს რა, რამეს მოიფიქრებ. სად არის ეს როული? დარწმუნებული ვარ რომ აქ დავტოვე. მამა, გავგიჟდები, არ არის, ვერ უპოულობთ. დედა მოვიდა. დედა გთხოვ, მითხარი რომ მიპოვნე. არა, თელი სახლი გადავატრიელე, მაგრამ არსად არ არის, ვერ ვიპოვე, არ არის. ახლა მართლა მჯეროდა. ამჯერად მაინც ხომ უნდა გაგუმართლებოდა. რომ არ მრცხვენოდეს აქვე ვიტირებდი. უკვე აღარ შემიძლია. იალჩინ. დაახლოებით რამდენი დავკარგეთ? მენექშა, რამოდენიმე მილიონი. რაო? რამდენი მილიონი? მამა, მოიცადე გაჩერდი? რა, დაივის ყარვაული. ეგ რას ბოდავ, ყველაფერი იმ როულში მეწერა. ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ვინ დაწერა, მამა? შენ. იალჩინმა დაწერა. ო? ანუ ინფორმაცია შენს ტრენში ხომ ინახება? ასე ფიქრობ, ხო? მართალია, ცხოვრებაში პირველად ამბობს სწორს. ცოტა დაფიქრდი, ვიცი რომ შეძლებ იალჩინ, უკეთეს შექმნი. ო, შევძლებ, რა თქმა უნდა შევძლებ, შენში ეჭვი არ მეპარება. ხო, ეგო, შევძლებ, აუცილებლად შევძლებ. მოიცადე, ჯერ ერთ ადგილას უნდა მივიდე, მერე ელექტრიკთან რაღაც ნაწილი მჭირდება. ახლა უნდა გავიქცე. მოგვიანებით განახავთ, ყველაფერს შევძლებ. მოდი გაკოცო. კარგი ჩემო სიცოცხლე, კონცენტრირდი, მხოლოდ ამ საკითხზე იფიქრე. შეძლებს, აუცილებლად შეძლებს. ცოტა დავარდა მოლოდინის რეჟიმი, მაგრამ მგონი შეძლებს. შენ რას ეტყვი დედა? ღმერთმა ქნეს საყვარელო, ამინ. მიდი მანამდე რვეული მოძებნე. არ არის დედა, სად უნდა მოვძებნო? ბოსტონეულში? კარგი, კარგი თუ რამეს გაიგებ და მერეკე, კარგი? წავედი. დაუნეჯმიე, ხომ გითხარი ყველაფერი კარგად არის მეთქი? 1500 ჯერ მაინც გითხარი. მე ვარ ზუმრუტი, გოგო. სულ გაგიჟდა ეს ქალი. შენი ბიძაშვილი, ხო, მდიდარი. ჩემ შულს ვეძებ. ოზანს, მდიდარ ოზანს. რამე ხომ არ იცი? არაფერი გაგიგია? არა. არაფერი იცი? კარგი, წავედი, კარგად. ვეღარაფერს ხვდება. დედა ვერ გავიგე. დეიდა ნეჯმიეს რატომ უნდა სცოდნოდა ძმის ამბავი? შეიძლება არ იცის, მაგრამ ის მაინც შევახსენე, რომ მდიდრები ვართ. ცუდად მოვიქეცი? რაღაც მოხდა. არა, პოლიციაში უნდა წავიდე. შეიძლება ოზანი გაიტაცეს. დედა, ოზანი რატომ და გაიტაცებინათ? ხო, დაჯექი. კარგი. დამშვიდი, გამოჩდება. აი მომწერა. რა მოგწერა? კარგად ვარ. ერთ პროექტზე მუშაობთ, ხომ გეუბნები? მადლობა ღმერთს. კიდევ კარგი. ბარათებზე არაფერი უთქვამს? არა, დედა, არაფერი უთქვამს. სანამ ძმა არ გაპატიებს, იძულებულები ვართ თავი ვირჩინოთ და ერთი სამაჯური გავყიდოთ. არ გავყიდი. ჩემს სამაჯურებს ხელს ვერავინ ახლებს. დედა, ქირა გადავიხადეთ და ფული საერთოდ აღარ დაგვრჩა.
ეს რვეული რომ გავყიდო? რას ამბობ? გამდიდრდებიან. არა, არ დავუშვებ, რომ გამდიდრდნენ. რვეულს მე დავიტოვებ. Anne. დედა, Sen ne mırık დედა, ახლა რა ჩაიფიქრე? რა რვეული? Ne defteri? რვეული? ხო, რა რვეულზე ლაპარაკობ? საკრედიტო ბარათი ხომ არ მაქვს შვილო. ხო და ვალებს რვეულში ჩავიწერ. ვიფიქრე ამ რვეულით ხომ არ შევაცოდო მეთქი თავი ოზანს. Defteri de alıp gitsem mi? კარგი რა დედა, კარგი.